Პოლიციელი, რომელიც გორის მუნიციპალიტეტში გარდაცვლილი პოვეს სავარაუდოდ 27 მაისს ორი მოქალაქის ლოცულაშვილისა და აბისონაშვილის მიმართ ჩადენილ ჯგუფურ თავდასხმაში მონაწილეობდა. ფორმულამ ახალი დეტალები გაარკვია. გარდაცვლილის მეზობლები ყვებიან, რომ ბაქარ ბექაური იმ კადრებში ჩანს, რომელიც საჯაროდ გავრცელდა. ის სოფელ ატენში გარდაცვლილი პოვეს, საქმის ძიება კი თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს. გორის პოლიციის განყოფილების დეტექტივი გუშინ გაუჩინარდა, სამძებრო სამუშაო კი საღამოდან დაიწყო. გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს, თუმცა უწყებაში სხვა კითხვებს ამ ეტაპზე არ პასუხობენ. ლიზი ბეკუა უერთდება ფორმულას ეთერს დეტალებით. ახლა მთავარი შეკითხვა ისაა, თუ რა გახდა გორის პოლიციის განყოფილების დეტექტივის ბაქარ ბექაურის გარდაცვალების მიზეზი. ამას ჯერჯერობით პროკურატურა ვერ გვეუბნება, თუმცა არსებობს ბევრი ეჭვი და კითხვები იქიდან გამომდინარე, რომ მაშინ, როდესაც პაპუნა ლოცულაშვილის ცემის ფაქტზე, ანუ გორში მომხდარი ძალადობის ფაქტზე დაკავებული 6 პოლიციელის სასამართლოს ხდომა ვიხილეთ, სადაც მათ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს. პროკურატურამ გააკეთა განცხადება, რომ გამოძიება ამ საქმეზე გრძელდება, სწორედ ამიტომ ახლა ეჭვები ჩნდება და მიემართება იქითკენ. შეიძლება თუ არა სწორედ ეს ყველაფერი უკავშირდებოდეს და არის თუ არა ბაქარ ბექაური სწორედ ის პოლიციელი, რომელიც ასევე ამ საქმეში ფიგურირებს. როგორც გითხარით, ამ ყველაფერთან დაკავშირებით ჯერჯერობით პროკურატურა დამატებით დეტალებს არ გვეუბნება, თუმცა ჩვენ ვიმყოფებით ახლა გორში, სადაც გავესაუბრეთ აქ მცხოვრებ მოქალაქეებს, ასევე ვიმყოფებოდით გარდაცვლილი პოლიციელის სახლთანაც და საზოგადოებაში ასევე მოქალაქეებში არსებობს იმის ეჭვები სწორედ იმასთან დაკავშირებით, რომ ბაქარ ბექაურის გარდაცვალება შესაძლებელია უკავშირდებოდეს გორში მომხდარ ძალადობის ფაქტს. რამე ხო არ გაგიგიათ რა მოხდა? არაფერი არ გამიგია, ვიცი. იჭერდნენ იმაზე და თუ იჭერდნენ თავიღაზე მოიწევს ცოტა მაიმანა. იჭერდნენ პოლიციელებმა რომ ცემეს პაპუნა ლოცულაში. მაგიმეში მონაწილე ყოფილი, როგორც ეს თქვენ, მათ რაღაცა იყო და ისე დამენან ჩემ პატარა ბიჭის კლასელი იყო. არ იყო ცოტა. რამდენი წლის იყო? 39. და ანუ პოლიციამ ესე იცით თქვენ რომ დაჭერით გაემუქრა და ვიცი, ახლა ჭორი ზონაზე თქვენ რომ მე ის მიმარს მეწეს. ვიცი. ცეცხლსროლი იარაღი ფიგურირება. ამ ტელეფონში ეწერა და ამას გამეკითხა, მინდორში ნახეს, ტანის პირზე უკუდარიო, ბაღშიო. ეგრე ეწერა იმას ტელეფონში, ამ გოგო მეგრე მითხრა, მე არ ვიცი, ასე გული მეტკინაში რომ არ იყო ცუდი ბიჭი.